ორი მშობელი ცდილობდა თავისი ახალგაზრდა ქალიშვილი უფროს მამაკაცსა დაექორწინებინა. მან უარი თქვა. შემდეგ მათ სცადეს მისი დაზიანება და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კამერაზე იყო დაფიქსირებული, ისინი გაამართლეს. როგორ შეგიძლია საკუთარ თავს მამა უწოდო? მათ ჩემი მოკლა სცადეს. ჩემმა მამამ საკუთარი ხელებით სცადა ჩემი მოკლა. გულისხმობ, ხო, ეს ალბათ საკმაოდ პრობლემურია. არ ვიტყოდი, რომ მიხარია რაც მოხდა, მაგრამ მიხარია, რომ იმ სიტუაციას მოვშორდი. მიხარია, რომ აქ ვარ. ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. საწესი ინვესტიცია. გულისხმობ იმას, რომ წარმოიდგინეთ ამ გოგოს სიცოცხლეს ღირსების მკვლელობით ემუქრებოდნენ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მშობლები კამერაზე დააფიქსირეს, როცა ცდილობდნენ მის მოკვლას, რამე შეიცვალა. პირდაპირ ასე. ეხლა მას შეუძლია მათგან თავისუფლება მოიპოვოს. ისინი თითქმის გააგზავნეს ერახში, რომ იქ ერთი მოხუცი გაეთხოვებინათ. ამაზე რაღაც ისტორია მაინც უნდა არსებობდეს. და იფიქრებდი, რომ რაღაც მაინც უნდა მოხდეს, ხომ ასეა. ეს ადამიანები ციხეში უნდა წავიდნენ ამის გამო, ხო? მაგრამ არა, ასე არ მოხდა. გამოძიება მაჩვენა, რომ ბატონმა ალიმ თავის ქალიშვილს ეგრეთწოდებული ღირსების მკვლელობით დაემუქრა, მაგრამ პროკურორებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ეს იყო დანაშაულის მოტივი. კაცრი სიტყვებით მოსამართლე ქრისტინ შალერმა ბატონ ალის დაახლოებით 20 თვიანი სასჯელი მიუსაჯა, ხოლო ქალბატონ ალის 364 დღე, საიდანაც 83 დღე პირობითად შეუჩერა, როგორც შტატის სასჯელი სახელმძღვანელოებით არის ნებადართული. მაგრამ თქვენ არ აპირებდით მის გაშვებას და არ აპირებდით მისთვის სუნთქვის საშუალებას, რადგან არავის სხვას არ უნდა ემართა ეს სიტუაცია. თქვენ აპირებდით კონტროლის შენარჩუნებას. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეტი დახმარება სჭირდებათ. მე არასდროს მიმიღია ის დახმარება, რაც ვჭირდებოდა, სანამ ეს ყველაფერი მართლა არ მოხდა. მომიწია საქმე იქამდე მისულიყო, რომ ელში წამჭიდებოდნენ, რათა დახმარება მიმეღო. არ მინდოდა ეს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ დახმარება მიმეღო. და მინდა რომ ხალხმა ნამდვილად თავად ისაუბროს. თერსტონის ოლქიდან გესაუბრებათ ლინ გუიენი, კომონიუსი. ასე რომ ეს რეალური რამეა, მეგობრებო, ეს რეალური პრობლემაა, როცა ადამიანები განიცდიან ღირსების მკვლელობას და ღირსების მკვლელობის მცდელობას ისეთ ადგილებში, როგორიცაა ვაშინგტონი. ანუ იცით რა, აი ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ. ჩავხედავთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობს პრობლემა, როცა ეს ადამიანები აღწევენ შიგნით. მაგრამ საკმარის ვაკეთებთ თუ არა, არა მხოლოდ ჩვენი შვილების დასაცავად, არამედ ყველა ბავშვის დასაცავად. ამ ადამიანებისგან, რომლებიც მანიური, შეშლილები და გიჟები არიან და აქვთ ეს რელიგიური იდეოლოგიები, რომლებიც წარმოუდგენლად საშიშია, საკმარის ვაკეთებთ. იმიტომ რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არაფერი გააკეთეს. ისინი არ დაიცალდნენ მას არასწორად. ის მხოლოდ რამდენიმე თვით დააპატიმრეს ტექნიკური მიზეზით, ყური მიზეზით.